ეხლა ავხსნათ ზამთრის პერიოდში ხშირად გვჭირდება ხოლმე ფეჩის გამოყენება, რომ შუშები არ დაგვებუროს, ხო? არ დაიორთქლოს შუშები. ნახეთ, გამოცდაზე რომ დაждდებით მანქანაში, მიაქციეთ ყურადღება. შეიძლება ფეჩი ჩართულ მდგომარეობაში იყოს, მაგ შემთხვევაში თქვენი ჩარევა აღარ დაჭირდება. მაგრამ თუ არ არის ჩართულ მდგომარეობაში, დავხედოთ და გავერკვით. ნახეთ როგორი რაღაცა არის. ნახეთ. აი ეს ნახეთ, ის არის მიმართულია წითელ ფერზე, ხო? ესე იგი ჩართულია ფეჩი. ლურჯ ფერზე ეს არის სიცივეზე ჩართული. ეს არის ფეჩი ჩართულია, ხო? აუცილებლად ზამთრის პერიოდში ეს უნდა იყოს ფეჩზე მიმართული, წითელ ფერზე. შემდეგ, აი ეს არის ვენტილატორის დაბერვა, რა სიმძლავრით უნდა დაუბეროს. ფეჩმა, ნახეთ. 0-ზე თუა, ეს არის გამორთულ მდგომარეობაში. 1-ზე უკვე ჩართულ მდგომარეობაში და დაბალი ბრუნვით უბერავს, ხო? თქვენ თვითონ მიხვდებით მე რამდენზე უნდა ჩართოთ ეს. ნუ დიდი ალბათობით 1-ზე მეტი წესით არ უნდა დაგჭირდეს. აი ეს, ნახეთ, ეხლა ეს არის ქვედა მხარეს მიმართული, რაც თქვენ გამოცდაზე არ გამოგადგებათ. ნახეთ, რეჟიმი, აი ეს არის უშვებს ქვედა მხარეს და უშვებს შუშის მიმართულებით. ეს სასურველი პოზიცია არის თქვენ შემთხვევაში, მთავარია ჩვენთვის, რომ შუშა გაშრეს, ხო? და კიდე უკეთესი სიტუაცია იქნება დაუშვათ აი პირდაპირ შუშაზე რომ მიმართოთ, ხო? პირდაპირ შუშაზე. ეს პირდაპირ შუშაზე უბერავს. თუ გნებავთ, აი ნახეთ პირდაპირ შუშაზე, როცა მიმართავთ ჩვენ ამას, ნახეთ. აი ახლა შეხედეთ, არაფერი არ არის ჩართული, ხო? 10 ანუ კონდიციონერი ჩართული არ არის. პირდაპირ შუშაზე რომ მიმართე, ჩაერთო კონდიციონერი, ხო? ამ შემთხვევაში ეს უნდა გამორთოთ. მაგრამ თუ მაგალითად ფეხებისკენ გაუშვებთ და შუშაზე გაუშვებთ, აქ კონდიციონერი არ ჩაირთვება. ნუ ამ პოზიციაზეც შეგიძლიათ თავისუფლად დატოვოთ და ამ პოზიციაზეც დატოვეთ, ოღონდ თუ კონდიციონერი ჩაირთვება, ეს უნდა გამორთოთ. ნახეთ, დააკვირდით ამ კნოპკას, ნახეთ, აი ეს. ეს არის უკანა შუშის გაშრობა. უკანა შუშა როცა დაიწყებს დაბურვას, ამას უნდა დააჭიროთ ხელი და 2 წუთში უკანა შუშა გაშრება და უკანა ხედვაც გამოგვიჩნდება. აი ესეთი არაფერი სირთული არ არის, კიდე თავიდან გავიმეორებ, ესე იგი გამორთოთ, ფეჩი მიმართულია, ნახეთ, მიმართულია გათბობაზე, გამორთულ მდგომარეობაშია, რადგან 0-ზეა, ჩავრთე, ამ შემთხვევაში, ნახეთ, შუშაზე მაქვს მიმართული მარტო და კონდიციონერი ჩაირთვე, კონდიციონერი უნდა გამორთო. თუ არა და შემიძლია ამ პოზიციაზე დავაყენო და აქ კონდიციონერი აღარ ჩაირთვება უკვე, ნახეთ. და თუ უკანა შუშა დამებურება, გამოვიყენებ უკანა შუშის გამშრობს. აი დააკვირდით, ძალიან მარტივია, არ დაიძაბოთ. არაფერი სირთულე.